რეისი 93 მიფრინავდა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში. საჰაერო ხომალდი გაიტაცა ალ-ყაიდას 4 ტერორისტმა 2001 წლის 11 სექტემბერს დილით. გამოძიების მიხედვით გამტაცებლები გეგმობდნენ თვითმფრინავის ჩამოგდებას ვაშინგტონში. ამ ისტორიის დასაწყისი ჩვენ პირველ ნაწილში მოგიყევით, ახლა კი გავაგრძელოთ მოყოლა ისტორიისა, რომელიც რიგითი მგზავრების მიერ ჩადენილი გმირული ქმედებებით არის სავსე. 93 რეისზე მგზავრების აჯანყება 9 საათსა და 57 წუთზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც მგზავრებმა ჩაატარეს ხმის მიცემის პროცედურა და გადაწყვიტეს, რომ შეეტიათ კაბინაში გამტაცებლებისთვის და კაბინა შტურმით აეღოთ. თვითმფრინავმა გადაუხვია ვაშინგტონის კურსს, მას შემდეგ, რაც მგზავრების აჯანყება დაიწყო და საპასუხოდ ზიად ჯარაჰმა დაიწყო თვითმფრინავის ძლიერი ტყევა მიმართულებების სწრაფი შეცვლით, რათა ხელი შეეშალა მგზავრებისთვის. კაბინაში მყოფმა გამტაცებლებმა აჯანყების შესახებ 9 საათსა და 57 წუთზე გაიგეს. მას შემდეგ, რაც ჯარაჰმა წამოიძახა. საათსა და 58 წუთზე ედვარდ ფელტმა მობილურ ტელეფონზე აკრიფა 911. ის იყო თვითმფრინავის უკან საპირფარეშოში. მედიის მრავალი საშუალება ამ ზარზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ედვარდ ფელტმა უთხრა ჯონ შოუს, რომ გაიგო აფეთქება თვითმფრინავში გაურკვეველი ადგილიდან. ეს საუბარი არ დაადასტურეს შოუმ ან ფელტის სოლმა, სანდრამ, რომელსაც შემდეგ მოასმენინეს ეს ჩანაწერი. სისილალისმა კიდევ ერთხელ დაურეკა ქმარს მობილური ტელეფონიდან და უთხრა, რომ მგზავრები ძალის გამოყენებით შედიოდნენ კაბინაში. ჩარამ დაიწყო თვითმფრინავის მარცხნივ და მარჯვნივ გადაბრუნება, რათა მგზავრებს წონასწორობა დაერღვიათ და ვერ შეეღწიათ კაბინაში. 9 საათსა 58 წუთსა და 57 წამზე ჯარაჰმა კაბინაში სხვა გამტაცებლებს უთხრა. ერთ წუთში ჯარაჰმა შეცვალა ტაქტიკა და მგზავრების აჯანყების შესაშლელად თვითმფრინავის ცხვირის ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა დაიწყო. კაბინის ხმის შემწერმა აღბეჭდა შეჯახების ყვირილის, მინის და თევშების მსხვერპლის ხმები. მგზავრებმა სავარაუდოდ საკვები ურიკა შეაჯახეს კაბინის კარს ან გამტაცებელს. ჩანაწერში 5 წამის განმავლობაში 3-ჯერ გაიცმა კაბინის გარეთ მყოფი გამტაცებლის ხმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამტაცებელს, რომელიც კაბინას გარედან იცავდა, თავს მგზავრები დაესხნენ. ზუსტად 10 საათსა და 3 წამზე ჯარაჰმა თვითმფრინავი გაასწორა. 5 წამის შემდეგ მან იკითხა,